ხარები რეკენ ყური დაუგდოთ ივერიენო კუდრეთით აღმდგარი ქრისტე ღმერთი კვლავაც გვიხმობს შვილთა თვისთა ერთად შეკრებად გულისხმა ვყოთ ამ სიტყვებით თვითუფალი აღგვითქვავს ყოველივე კეთილი თხოვნის აღსრულებას რაიცა ვითხოვოთ მისგან ამენ გეტყვი თქვენ უკვე თუ ორნი თქვენგანი შეითქუნენ ქვეყანასაზე და ყოვლისათვისვე საქმისა რომელიცა ითხოვონ ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა რამე თუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის მუნვარმე შორის მათსა აღახვენაც ბაგენი ჩვენი და განგვინათლენ ჩვენ გონებაი ღმერთო აღგვავსე სულითა სიბრძნის აითა და მოგვეც სიტყვაი ჯეროვანი წადიერებითა შესხმად საშინელისა დიდებულისა ხატისა შენისა რომლისა შემოსვლასა დღეს ძრწოლით წინა მივეგებით დავბეროთ ნესტსა საღმრთოთა გალობათასა და ქებით ვადიდებდეთ სიტყვასა ღმერთსა რაითა მოსცეს ძალი სიტყვასა ჩვენსა ქების მეტყველებად ხელით უქმნელისა ხატისა და დაგვიფარნეს მადლითა მისითა აჩრდილსა ქვეშე მისსა შევედრებულნი სულითა და ხორცითა მოვედით დღეს შვილნო აღმოსავლისა ეკლესიისანო და წყობრნო ქართველთანო და ვიხარებდეთ ერთბამად მეუფისა თანამაღლისა თავარნო მღვდელმთავართა თანა შემოუკრბეთ ხოლო მორწმუნენი მღვდელთა თანა ვწყობრობდეთ და ვაქებდეთ ძესა ღმრთისასა რომელმან მოგვანიჭა ხატი თვისი ხელით უქმნელი ფარველად სულთა და ხორცთა ჩვენთა დელნო შეიმოსეთ სიმართლეი და ყოველთა წმინდათა საღმრთოი სიხარული აჰა ესე რა განგვიმზადა ქრისტემან სანთელი ხატისა თვისისა ღვთიუქმნული დიდებული რომელიცა ქალწულისაგან მიიღო ჩვენთვის ფილმი ეხება მაცხოვრის ხელით უქმნელი ანჩის ხატისა და სასაუთმოქმედი სიწმინდეების პატივყოფას. სასაუთმოქმედი ანჩის პირიღთის ხატის ისტორია ფრიად მნიშვნელოვანია ყოველი ქრისტიანისათვის. ქრისტეს ცხოვრებისას როდესაც მისი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდა ქვეყნებს, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი უკურნებელი სენით იყო შეპყრობილი.
მან დიდი სასოებით გაუგზავნა წერილი მაცხოვარს. მესმა საკვირველებათა შენთათვის, რამე თუ ბრმათა, კელობელთა და კეთროვანთა სიტყვით გახკურნებ. და ამიტომაც გონებასაც შემსავ თქვი. ანუ თუ შენ ხარ ღმერთი გარდმოსული, ანუ ძე ხარ ღმრთისაი მოქმედი ამათ სასაულთაი, აც გევედრები მოსვლად ჩემ და რათა სნეულებაი ჩემი გახკურნო. პასუხად იესო ქრისტემ მისწერა, ნეტარ ხარ შენ ავგაროს და ქალაქი შენი, ვინაიდან არა გიხილავს და გრწმენა. ხოლო შემდგომა დამაღლებისა ჩემისა მოვავლინო ერთი მოწაფე, რომელმან განკურნოს და ცხოვრება საუკუნო მოგმატლოს და ქალაქი შენი ყოს განმაგრებულ აღსასრულამდე სოფლისა. ხოლო ამა ეპისტოლისა მტვირთველი იყავ განშორებულ ბოროტისა, რამე თუ დაწერილ არს და დაბეჭდულ მარჯვენითა ჩემითა. ამის შემდეგ ავგაროზმა საჩქაროდ გაგზავნა მხატვარი იერუსალიმში, რათა უფლის სახე დაეხატა და მისთვის მოერთმია. ხატვარმა ვერ შეძლო საუფლო პირის განცდა და დახატვა და შეწუხდა ფრიად. მაშინ უფალმა გამოართვა და დაიდვა ტილოს სახესა ზედათვისსა და მყის გამოისახა ტილოზეთ ხატი პირის საღმრთისა. განკვირდეს მხილველნი და ადიდებდნენ ღმერთსა. ამაღლების შემდეგ გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოსთან ერთად გამოეჩქარა ავგაროზისაკენ. გზად ქალაქ იერაპოლში გაათიეს მეჭურჭლის ოჯახში, სადაც ტილოზე გადასული ხატი, ანუ მანდილიონი, თიხის კეცებს შუა ჩაასვენეს, სიფრთხილის გამო. შუაღამისას ხატზე ციდან ცეცხლის სვეტი დაეშვა. მრავალთან ახეს, რომ ქრისტეს სახე სასაულებრივად გადასულიყო კეცზე. კეცზე გადასული ხატი, ანუ კერამიონი იერაპოლის გამგებელმა თავისთან წაასვენა. ხოლო მანდილის პირი ღმრთის ხატმა ედესიისკენ მიმავალ გზაზე განრღვეული განჰკურნა. ქალაქში შებრძანებულს კი ავგაროზმა თაყვანისსა, ემთხვია და თავადაც მყის განიკურნა. რის შემდეგაც კერასა წყაროს, მოციქულ თადეოზისგან ოჯახით მოინათლა. ხოლო პირი ღმრთის ხატი ტილო დააკრა ფიცარზეთ და ქალაქის კარიბჭეზეთ დაასვენა წარწერით. ქრისტე ღმერთო, რომელი გესვიდეს შენ, არასადა დავარდეს. ისე რომ ქალაქში შემსვლელ გამოსვლელთ ხილვით თაყვანიეცათ და ედიდებინათ ღმერთი. არის გადმოცემა, რომ წმინდა ნინო, რიფსიმე და გაიანე მისულიყვნენ ედესაში პირღმთის ხატის თაყვანისსაცემად. გავიდა დრო, ავგაროზის მემკვიდრემ წმინდა ხატი უარყო, ეშმაკთა შეუდგა და დევნა დაუწყო ქრისტიანებს. ამიტომ პირღმთის ხატს აქაც კეცი მიაფარეს და საიდუმლო დაკრძალეს ქალაქის კედელში, სადაც 400 წელი დარჩა ხატი ესე დაფარული. შემდგომ სპარსეთის მეფე ხოსრო მოუხდა ედესას და ამ გაჭირვების დროს ედესის ეპისკოპოსს ღვთისმშობელმა ხილვაში მიანიშნა, თუ სად იყო დაკრძალული პირღმთის ხატი. მაშინ ლიტანიით მივიდნენ იმ ადგილას, ლოცვავედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასაულთ მოქმედი ხატი, რომლის წინ კანდელი ჩაუქრობლა დენთო, ხოლო ხატი უწინდებურად კეცზე იყო კვლავ გადასული. ევედრნენ მფარველ ხატსა, შემოილოცეს ქალაქი და გარდააწვეთეს კანდელის ზეთი მბრძოლთა მათთან. უეცრად სპარსთა ბანაკში ცეცხლი გაჩნდა და საშინელი არევდარევა მოხდა. ზოგნი დაიწვნენ და ზოგნიც გაუდგნენ თავის გზასა. მე-6 საუკუნეში ერთ-ერთი კეცის ხატი წმინდა მამა ანტონ მარტყოფელმა იდუმალ წამოიღო ნესტორიანთა მწვალებლურ ეკლესიიდან და შემოასვენა საქართველოში, რომელიც საუკუნეების მანძილზე მარტყოფის მონასტერში ბრძანდებოდა. იგი პატივით ტილოს ხატის სწორი იყო. ისტორია გვამცნობს, რომ მრავალ სასაულთან ერთად მას განუკურნავს მეფე დავითულუ. ჩანს, ეს ხატიც მტერთა შემოსევის დროს გადაუმალიათ და მისი სამყოფელი დღემდე უცნობია. ქართველები კეცის ხატის დღესასწაულს ფერისცვალებას აღნიშნავდნენ. 944 წელს ბერძნებმა ხელით უქმნელი ხატი ლიტანიობით ედესიიდან კონსტანტინოპოლში წმინდა სოფიოს ტაძარში დაასვენეს. ქრისტესა და ხატთან ბრძოლნი ხედავდნენ რა სასწაულებრივ ძალას, კრძალავდნენ ხატებთან ლოცვას, ბძარცვავდნენ და შეურაცხყოფდნენ მათ. ამიტომაც მართლმადიდებელნი წმინდა ხატებს მალავდნენ, ზოგიც ზღვას ატანდა ღმრთის ანაბარად. სწორედ იმ ჟამის სასწაულია 999 წელს ქართველთა მონასტერში ზღვით მიბრძანებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.
მე-19 საუკუნეებში აღძრული და შემდგომშიც გაგრძელებული ხატმებრძოლობის გამო პირიღმთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში. ანჩაში ქართველი ერი მეფეებიდან დაწყებული ყოველწლობით იყრიდა თავს სათხესასწაულოდ. აქ თამარ მეფის ბრძანებით ანჩაში დასვენებული ხატი ბექაოპიზარმა მოჭედა და იოანე ანჩელმა საგალობელი მიუძღვნა, როგორც სასწაულნითა საშინელ ხელითუქმნელ ხატსა, სადაც გვახსენებს, რომ პირველად აქედან შემოვიდა საქართველოში და აქ იქადაგა ქრისტეს ხატება ანდრია პირველწოდებულმა. როცა რიცხობრივად ბევრად აღმატებული ოსმალები მოადგნენ და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მაინც შეავიწროვეს საქართველოს კლარჯეთის საზღვრები, ამ დროს პირიღმთის ხატი გადმოასვენეს ანჩიდან ახალციხეში. 1660 წელს კი ანჩის ხატი გორიდან სოფელ ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმა, სადაც 1686 წელს ხატის კარები განაახლა იოთამის ძემ, ღვთისმოყვარე გივი ამილახვარმა. აქედგან კათალიკოსმა დომენტი მეორემ დიდი ლიტანიობით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და შემდგომ თბილისში და დაავანა უძველეს საკათალიკოსო დღევანდელ ანჩის ხატის საყდარში. ხოლო სულ 20 წლის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დომენტი მესამემ დროჟამისგან დაძველებული ანჩის ხატის კარები მთლიანად განაახლა, მოჭედა და ამ ხატის ისტორია უცვლელ ბეჭდად ზედ წააწერა. მსოფლიოში არსებული ხელითუქმნელი ხატების ვერსიებიდან ასე თვალმათლივ წარწერილი მტკიცებულობით არც ერთი არ გამოირჩევა. ანჩის ხატზედ ამოტვიფრული წარწერა ყოველმა ივერიელმა უნდა იცოდეს. ქრისტე ადიდენ ღმერთმან კათალიკოს პატრიარქი დომენტი, რომელმან განაახლა ხატი ესე ხელითუქმნელი. პირველად ედესიიდან კონსტანტინოპოლეს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისავრო და სხვანი ხატმბრძოლნი გამოჩნდნენ მას ჟამსამუნიდან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოსოსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისაბოძებითა მეფის თამარისითა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრული იყო თბილისის ავაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძისა ჩვენისა კათოლიკოს პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა თბილის საყდარსა საკათალიკოსოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა, მეფის ვახტანგისა. მას აქეთ საკათალიკოსო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარს ანჩის ხატის აქვია. მე-20 საუკუნის დასაწყისში ანჩის ხატის ტაძრის მღვდელი და საზოგადო მოღვაწე პოლიექტოს კარბელაშვილი მოგვითხრობს, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილი ედესიის ხატი. ხატზედ სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოსახული და ფიცარზედ დაკრული. შუბლის გარშემო მარჯვნივ ხომ პირდაპირ ჩანს ტილოს ნაპირი, რომ დღესასწაული ხატისა იმთავითვე სრულდება 29 აგვისტოს. სწორედ იმ დღეს, როდესაც კონსტანტინოპოლში მოსვენებულს დაუწესეს წმინდა მამებმა, ხოლო ქართველთ წმინდა მამათა შეუდგინეს საგალობლები, როგორც პირიღმთის ხელითუქმნელ ხატსა, რომ საქრისტიანო საზოგადო გადმოცემით ხელითუქმნელი ხატი საბერძნეთიდან გადმოტანილია საქართველოში, რასაც სხვადასხვა წყაროები ადასტურებს, რომ ხატის განმაახლებელი კათოლიკოს პატრიარქი დომენტი მესამე ფრიად განათლებული პირი იყო, ძმა მეფის ვახტანგ მე-6-ისა და უტყუარი საბუთი თუ არ ექნებოდა, განაგაბედავდა ამის თანაცნობის ხატზედ წარწერას. ყოველივიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ ანჩის ხატი არის ნამდვილად ედესიიდან კონსტანტინოპოლს, ანჩას და შემდგომ თბილისში მობრძანებული, მისსავე სახელდებულ საკათალიკოსო ტაძარში დავანებული ხელითუქმნელი პირიღმთის ხატი. ანჩის ხატის ტაძარი ვახტანგ გორგასლის საძირკველს ჩაყრილი და მეფედაჩის განსრულებული დედაქალაქის პირველი ტაძარი მემატიანე, რომელსაც თბილისთან ერთად გადაუტანია მრავალგზის აოხრება და სისხლის წვიმები. ტაძარი, რომელიც მცხეთაში ქართველთაგან პირველად არჩეულმა მოწამე კათოლიკოს პატრიარქმა ბაბილამ აკურთხა, სადაც ზარის რეკვა საუკუნეების მანძილზე არ შეწყვეტილა, რათა მტერთაგან დაჩაგრული ქართველობა განემხნევებინა. ადგილი, სადაც ღვთივგვირგვინოსანი მეფენი და დედოფალნი, თავადნი და აზნაურნი იმწყსებოდნენ ქრისტეს სარწმუნოებისა და სამშობლო მიწაწკლის მსახურებისათვის.
ტაძარი, სადაც ოდითგანვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქნი ქადაგებდნენ და შეაჩვენებდნენ სარწმუნოებისა და მამულის მოღალატედ, სადაც ადიდებდნენ და აქებდნენ ქრისტეს ეკლესიისა და სამშობლოსათვის თავდადებულთ. აქედან ეფინებოდნენ საქართველოს ყოველ კუთხეს საღვთოდ განსაულულნი. ამიტომ ანჩისხატის ტაძარი შეიქმნა პირველი სათაყვანებელი და სალოცავი მთელი ქართველობისა უკანასკნელ დრომდე. სწორედ ეს ტაძარი აირჩია თბილის ჩვენს ხსნად მობრძანებულმა ანჩის პირიღთის ხატმა, რათა მიზეზის საღვთო განგებისა გულისხმავყოთ და ერმა ერთობით ინებოს მისი აღსრულება. კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველ სახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს მასზე გამოსახულის არსებას. ხოლო ხატის უპატიოდ მყოფელთ ეწოდათ ხატთმებრძოლნი და მასზედ ლოცვის ამკრძალველი და ქრისტეს შეურაცხმყოფელნი ეკლესიამ შეაჩვენა. ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ მართლმადიდებლობა და ხატთა თაყვანისცემა ერთადი დღესასწაულების და ამ დღის ტროპარი და თაყვანისცემის მიზეზი კი მაცხოვრის ხელით უქმნელი ანჩისხატია. ტილოზედ გარდაბეჭდილი სახეუფლისა. ანჩისხატის კანონიკური ასლის შექმნის პირველსავე მართლმადიდებლობის ზეიმზე 2005 წლის 20 მარტს წირვალოცვაზე თავისავე სახელდებულ ტაძარში სამეფო ტახტზე იყო დაბრძანებული. ეს საქმე, როგორც საზოგადო გულისტკივილი, მრავალმა სასულიერო პირმა აკურთხა და მაშინ ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა რევას ტომარაძემ ხატს პარაკლისი აღუბლინა და მრევლს განუმარტა, რომ ხატი სხვადასხვა ქალაქებსა და ტაძრებში დაბრძანდება. ანჩისხატის ტაძრის მრევლმა თაყვანისცა და პატივი მიაგო ამ ხატს. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ტაძრის ეზოში რთულ ვითარებაში შეიქმნა საქადაგო მოწოდება სიწმინდეები გვიხმობენის პირველი გამოცემები. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ იგი ტაძარს არ ეკუთვნოდა და რომლის პრეზენტაციაც პირველად სწორედ მამა რევაზმა დალოცა. ედიტარო ანჩისხატი თავის უცნაურად ილაშქრებს. ეს რეალობაა და ეს აუცილებელი კაცი. ყველაფერი ასე დაიწყო. 1921 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დრო დაუდგა ქართულ ეკლესიას. ბოლშევიკური ხელისუფლება ჩხარობდა ეკლესია-მონასტრებიდან ვერცხლისა და ოქროს ხატების, ბარძიმ ფეშხუმების, ჯვრების გამოტანასა და გაყიდვას. ამისათვის შექმნეს გარკვეული საკანონმდებლო ბაზა. 1923 წლის 23 ნოემბერს გიორგო ბადღეს საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება საეკლესიო განძეულობების გამოყენების შესახებ, სადაც მითითებული იყო: პირველი, დახურული ეკლესიების მთელი საეკლესიო ქონება არის ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტების განკარგულებაში. მეორე, ამ ქონების ის საეკლესიო განძეულობა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ, დაცული იქნას სახალხო განათლების სამუზეუმო დაწესებულებათათვის გადასაცემად. ასე წაართვეს ეკლესიას თავისი კუთვნილი ქონება. ისინი ეტლებითა და ისინი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლის საღვთისა ჩვენისათა აღვსდექით და აღვემართენით. დღევანდელი დღე მართლმადიდებლობის ზეიმი არის ზეიმი ჩვენი გამარჯვებისა ხატ მებრძოლებზე. თქვენი მსვლელობა, მომლოცველობა უფრო მეტად კიდევ იმითაა სწორი, რომ თქვენ მადლობა ღმერთს ღვთის ძალით ვევედრებით და თქვენზე იმიტომ ამბობ
აქტიურად აკეთებთ ამას, რაც ძალიან სწორია და ძალიან კარგია, რომ ის ხატები, რომელსაც თავის ფუნქცია უნდა გქონდეს, რომელიც უნდა იყოს ეკლესიაში, იმიტომ რომ ის ხატები მუზეუმში იმის გულისთვის ნამდვილად არ არის, რომ იქ ისინი ლოცულობენ. მე დარწმუნებული ვარ. ღმერთი ჩვენ დაგვიბრუნებს იმ ხატებს, რომლებიც ინახებიან მუზეუმში, რომლებიც იქ ბრძანდებიან და დაგვიბრუნებს მაშინ, როცა ამის ღირსები გავხდებით. და ამის ღირსები გავხდებით ზუსტად აი ესეთი ერთგულებით, ესეთი თანადგომით, აი ესეთი ლოცვით, გულხურვალი ლოცვით, რასაც თქვენ აკეთებთ. ის რაც ეკლესიასია, დაუბრუნონ ეკლესიას. ღვთის მადლი და წყალობა მოგცეთ. ერთად ვიყოთ, ღმერთთან ვიყოთ და ვერას დაგვაკლებს ბოროტი. დალოცული და გახარებულებით ყოფილება. ღვთის წყალობა მოგცეთ ღმერთ. ამინ, ამინ, ამინ. ეს მიწა, სადაც ჩვენ გავართ, ეს მიწა არის წმინდა მიწა. აქ 100,000 მარტო ერთ დღეს ეწამა. ყველაფერი შეიძლება დათმო ადამიანმა, ყველაფერზე უკან წახვიდე და ყველაფერი დაითმინო. გარდა ერთადერთისა, ქრისტეს სიყვარულისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა. ამას ნუ დავთმოთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება დავთმოთ, ყველაფერი შეიძლება შევაწყვეტოთ, მოგვეყენოთ, შეიძლება დაგვამდაბლო, მაგრამ ეს პირიქით უკეთესია, ვინც დამდაბლდება, ის მერე აუცილებლად ამაღლდება. არავისთვის გასაკვირი არაა, რომ ბავშვი როცა იბადება ჯერ დედას იძახის. დედის სიყვარული უჩნდება და არა ქვეყნიერებისა. იმიტომ რომ გრძნობს მისგან არის შობილი, მისი მკერდიდან იკვებება, მისთვის ყველაზე წმინდაა და იმ დროს ის არის მისი სამშობლო. სამშობლო ხომ განმარტებით დედის სახკარს ნიშნავს. როდესაც გვეკითხებიან წარმოშობა საიდან გაქვსო, აქ უკვე რაღა თქმა უნდა დედას არ გულისხმობენ და ჩვენს ბუნებრივად პასუხობთ ჩვენს დაბადების ადგილს, სადაც ვიშვით და საიდანაც წარმოვიშვით, მშობელთან გაიგივებული მშობლიური მიწიდან. აი რატომ ქვიან ჩვენს დიდ დედას, ჩვენს წარმოშობ სამშობლო. ამიტომაც ახალ დაბადებულ ბავშვს ყველაზე მეტად დედა უყვარს და უკვე გასtildeს კი სამშობლო. ყრმას სულითა და ხორცით მშობელი ყვებავს და წამოსდის კი თავისი შჩული და მშობლიური მიწა-წყალი. ბუნებრივი იერარქია, თუ შენი დედმამა, და-ძმა, შენთან შეზრდილი მეგობარი და შენი წილხვდომილი სამშობლო არ გიყვარს, სხვის უანგარო სიყვარულში ცრუობ და ტყუილად იჩემებ. უპირველესად შენი უნდა იცოდე, სხვისი კარგი რომ გაარჩიო და დააფასო. ამ ქვეყნად კაცი ხომ თავის მშობლისა და სამშობლოს ცუდად მყოფობას ყველაზე მტკივნეულად განიცდის. გულთან მიაქვს, იცის რომ იგია მისი წარმოშობის მიზეზი, მისი ხორციელი და სულიერი სრულყოფა. ღმრთისგან მათი მეშვეობით მოეცა ენა, რჯული, სიყვარული, მამული, ერთი სიცოცხლე, მისი კაცობისა და თავდასადები გვირგვინი. ეს ბოძებული სიმდიდრე ღირსეულად თუ ვერ დაიცვა, თავსაც დაკარგავს. ამიტომაც როცა სამშობლოს უჭირს, მისგან შობილი შვილნი ჩვეულებისამებრ ყველა წმინდას და ყველა სიწმინდეს უხმობენ. უფალსა და მის წმინდა ხატებს გამუდმებით ევედრებიან, სწამთ რომ ღვთის შეწევნით სამშობლო თუ ბოროტისაგან იხსნეს, თვითონაც მეტადრე მაშინ გადარჩებიან. რომ არ უთქვიათ, მაშინ უნდა თქვან, რომ არ უბრძოლიათ, მაშინ უნდა იბრძოლონ, მათი ვალია და საცხონებელი ჯვარი. შევიცნოთ, რომ აქამდე მხოლოდ უფლით მოსულიერი ვართ და კვლავაც ვინ არის ჩვენი შემკრები და სამშობლოს მხსნელი, თუ არა დედა ღვთისმშობელი და ზეცად ამაღლებული ქრისტე ღმერთი, რომელმა პატივსაყოფად დაგვიტოვა სასწაულთ მოქმედი ხატი თვისი ხელით უქმნელი, ხსნად ჩვენ და მობრძანებული და ჩვენგანვე უპატიოდ დარჩენილი ხატი, რომელიც
დღესაც ერისგან ნინევის მსგავსად სინანულს ელის და რომლის მოსავიც არასადა დავარდების. ხოდა ვინებოთ კეთილი და ერთობით ვილოცოთ მასეთ საქართველოს გადარჩენისათვის. მარიამ, რა ლოცვა გიჭირავს? საქართველოს